უამინდობა საქართველოში სინოპტიკოსები ხვალიდან ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ელოდებიან თოვებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონში საჭირო სპეცტექნიკა და ბრიგადები უკვე მობილიზებულია. არის თუ არა მოსახლეობა და მთავრობა მზად ცივი ზამთრისთვის. თამარ ტომარაძე დეტალებით. ხანგრძლივი შემოდგომის შემდეგ საქართველოში მკაცრი ზამთარი მოდის. სინოპტიკოსები ხვალიდან თოვას ელოდებიან. მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, რომელიც პლუსიდან მინუს ნიშნულამდე დაეცემა. ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, უმეტეს რაიონში ითოვებს, ზოგან შესაძლებელია ცვალებადი მიმართულების ქარი იქროდეს. უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდება. სინოპტიკოსები განსაკუთრებით ძლიერ ნალექს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ელიან. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 0-დან +5 გრადუსამდე დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი +4-დან -1 გრადუსამდე დაეცემა. ძლიერი ყინვა განსაკუთრებით ღამის საათებში არის მოსალოდნელი. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კობი გუდაურის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა უკვე შეიზღუდა. სვავსაშიშროების გამო აქ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. შეზღუდვა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. ამბობენ უღელტეხილზე თოვლიაო, ამიტომაც აქ ვდგავართ. არ ვიცი რამდენ ხანს მოგვიწევს ასე ყოფნა, ველოდებით როდის გაიხსნება გზა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უამინდობისთვის მზად არიან. ყველა საჭირო სპეცტექნიკა და ბრიგადები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მობილიზებულია და დიდთოვლობის შემთხვევაში ავტომაგისტრალებზე შეზღუდვები არ დაფიქსირდება. გახსნილი არის საყრდენი პუნქტები, სადაც მობილიზებულია ყველა მიმართულებით საკმარისი მექანიზმები, გზის საწვენდი მექანიზმები, ასევე ყველგან შეტანილი არის ტექნიკური მარილი და ქვიშა. საქართველოს საფედროს გზიდან ყოველდღიურად მოხდება ნატახტიდან ლარსის გამშვები პუნქტის გზის ყოველდღიური გაწმენდა, მათ შორის კობი გუდაურის მონაკვეთიც. ცივი ზამთრისთვის მზადება სოფლებში უკვე დაწყებულია. გურჯაანის რაიონის მცხოვრებლებს გათბობისთვის საჭირო შეშა მომარაგებული აქვთ და ახლა მხოლოდ გზებზე შესაძლო შეზღუდვები აწუხებთ. კლიენტის მომხმარებლები, რომლებიც ინფორმირებულები არიან, რომ ამინდები უნდა გაუარესდეს. ხოდა ყველა ცდილობს რომ შეიძინოს. სინოპტიკოსების ვარაუდით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17 დეკემბრიდან მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი თოვლის ინტენსივობა 18 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.